მოკლედ სტანდარტული დღის სტარტი, ცოტა ზარმაცული ხოდი, მაგრამ თან კარგ ხასიათზე. მარტივად გაჩვენებ დილის კვებას, კვერცხი ცოტა გუშინში დინგის ხასიათზე ვიყავი და რაღაცნაირად ძეხვის ჭამა მინდოდა, მაგრამ კარგი ძეხვი ვერ ვიპოვე და ცუდის ჭამაც მაინდა-მაინც არ გადავწყვიტე, ცოტა ხამონი ვიყიდე, გაჩვენებთ. და მერე წავიდეთ ხელების დღეზე, იმიტომ რომ ერთ-ერთი საყვარელი და პოპულარული ვარჯიში არის და თან გაჩვენებთ დიდი ხელები როგორ გაზარდოთ, მანამდე ვაკუუმი არ დაგვავიწყდეს, მერე ცოტა ვჭამოთ, კადრებს ცოტას გაჩვენებთ ჭამისას, თითქმის ერთი და იგივე გამოდის და მერე გავიდეთ გარეთ, ცოტა კარდიო გავაკეთოთ, თქვენც რაღაცას ცოტა დაგელაპარაკებით და მერე წავიდეთ დარბაზში. მოკლედ პირველი კვება 4 ნაჭერი პური 6 კვერცხი არის, აუ 6 პატარა კვერცხი არის 3 მთლიანი და 3 გულის გარეშე. ხანონი არის 50 გრამი, მაკრო არის 30 გრამი არის 100 გრამზე, მაგრამ 15 გრამი ცილა არის, 5 გრამი მარილი არის, მაგრამ ნუ მარილი დიდად პრობლემა არ არის, ცოტა სულგუნი და ომეგა 3 თევზის კონი, რომელიც კარგი ანტიინფლამატორი არის, კარგი არის გულსიზარდვა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ძალიან რასაც მინდა ყურადღება მიაქციო, საკმაოდ ფაქიზი პროდუქტია. და რთულად ტრანსპორტირებადი და უმეტეს შემთხვევაში ხშირად არის გაფუჭებული და უბრალოდ აზრი არ აქვს ხოლმე დალევას რა ომეგა 3-ის. ამიტომ კარგი ხარისხის ომეგა 3 ძალიან კარგია, მაგრამ ჩათვალე რომ 90-99% შემთხვევაში არასწორად ტრანსპორტირებადი, არასწორად შენახული ტიპის თევზის კონია, რომელიც ძალიან მარტივად მჟავდება და უარგისი არის. ან მარტივად სანამ დამიწერე რომ პურს რატო ჭამო და პური გასუქებს და ასე შემდეგ და შენც გადაწყვიტე რომ დიეტიდან პური ამოიღო ძალიან მარტივად არ არის სავალდებულო ნახშირწყალის საშიში არ არის, ნახშირწყალი არ გასუქებს, ძალიან მარტივად რო აგიხსნამე თუ აი ამ პურს შევჭამ დაახლოებით რაღაც რაოდენობა და გლიკოგენის სახით შეინახავს ორგანიზმში ამ ნახშირწყლებს ჩემი ორგანიზმი, ანუ გადაიქცევა შაქრებად. შემდეგ ამ შაქრებს გამოიყენებს ენერგიის სახით რა, რო რამე თან შაქართან ერთად ვიცით რომ 1 გრამი შაქარი, ნუ 1 გრამი გლიკოგენი სადღაც 3 გრამამდე წყალს აკავებს ჩვენს ორგანიზმში. შესაბამისად ჩემი ორგანიზმისთვის ეს გლიკოგენი იქნება მთავარი ენერგიის წყარო ვარჯიშისას. თუ მე გადავწყვეტ რომ ცხიმი დავწვა, ჯერ საჭირო იქნება რომ ჩემი ორგანიზმიდან მთლიანად დაიწვას ეს გლიკოგენის მარაგები, შემდეგ დაიწყოს ორგანიზმმა უშუალოდ ცხიმის მოხმარება ენერგიის წყარო და ამიტომ არის სავალდებულო რომ ჯერ კარგად ივარჯიშო და შემდეგ აკეთო კარდიო რომ ცხიმი დაწვა. და რაც შეეხება უშუალოდ ამ პროდუქტს და ამ საკვებს რეალურად საკვებიდან პურის და ნახშირწყლის ამოღება გამოსავალი არ არის რა. ყველა მან დიეტა დამოკიდებული არის ნაკლებ კალორიაზე და არა ნაკლები ნახშირწყლის ჭამაზე და ნახშირწყალიც აუცილებელი მაკრონუტრიენტია და გჭირდება. ანუ ის რომ ვიღაც ტიპისგან დიეტას ყიდულობ და ეს ტიპი გადაწყვეტს რომ მოდი ახლა ამას წონაში დავაკლებიო იმის ხარჯზე, იმის ეფექტზე რომ ნახშირწყალს იღებს, შესაბამისად ამოღებული ნახშირწყალი უყლის ნაკლებ გლიკოგენს, ნაკლებ გაკავებულ წყალს და მთლიანად ამ ყველაფერს შარდავ და ნუ რავი ტუალეტში გაგაგ. შემდეგ სასწორზე მაგიტო ჩახარ პირველ ერთ კვირაში -3-4-5 კილო და მე მაგიტო აღარ მოძრაობ შენი წონა, იმიტომ რომ არასწორად არის შენი დიეტა დაბალანსებული. შესაბამისად გჭირდება, გინდა და არ გინდა კი არა, აუცილებელი მაკრონუტრიენტებია და შენ ნებაზე ნუ გადაწყვეტ რომ რაღაცეები მოაკლო, იმიტომ რომ ვიღაცამ ესე გირჩია, ან უბრალოდ ნაკლები ინფორმაცია. ჭამე, სავალდებულო არის ნაკლები კალორია. დეფიციტი არის საჭირო და ვაფშე არანაირ კავშირში არ არის არც პური, არც ნამცხვარი შენ წონის კლებასთან თუ დეფიციტში ხარ. მეორე მხარე არის თავს როგორ გზნობ, როგორ გამოიყურები მაკრო და მიკრონუტრიენტების თავსებადობა, მაგრამ პური არ გაგასუქებს, ზედმეტი ჭამა გაგასუქებს, ზედმეტი მწვადის გაგასუქებს და ბრინჯი და კატამიც და ბროკოლიც. და მაკროები აი აქ არის ამ კვების და ჭამოთ და მერე ცოტა გავისეირნოთ. წამოვედით ცოტა კარდიოს გასაკეთებლად, საოცარი ამინდია მართლა, მგონი თქვენს გესმით ჭრიჭინის თუ თრითინის ხმა. მოკლედ, რადგან მინდოდა საუბარი არის წეგან შემხვდა ვიდეო გამოსვლის წინ, ეს ვიდეო იყო მანიფესტაციაზე და ეს გოგვამოვდა, რომ აი რაც ჩავიფიქრე და რასაც შევულოცე და რაც წარმოვიდგინე, ყველაფერი ამიხდა, ხო? მოეშვით, გეხვეწებით ამ რაღაც შამანურ რაღაცებს, არანაირი შეულოცვა არ, მართლა ყველაფერი გამოვა, მთავარი არის რომ გინდოდეს და ამისთვის იბრძოდე
მუშაობდე, აკეთებდე და რაღაცის და ვიღაცის და სასწაულის მოლოდინში არ იყო, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შენი ტვინი ანუ სხვანაირად ფუნქციის, სხვანაირად აღიქვამს ამ პროცესებს რა, ის რომ მე რაღაცა ჩავიფიქრე, მაგრამ საინტერესო ხმარი. და რაღაცა ახდება, საიდან ახდება, ხო და აი ეს გოგო წერდა რომ აი რა ქვეყანას ჩავიფიქრე, ყველგან ვიყავიო. იმუშავე, ანუ იშრომე, იწვალე, ანუ სპორტის მხარე აიღე რა, აი ბავშვობიდან რო გინდა რომ გახდე მაგარი სპორტსმენი, ჩემ მაგალითზე მაგარი კალათბურთელი მინდა ყოფილიყავი რა. ის ხო არ არის რომ თავჯდე და ვითხოვო და ველოდო ღამე ძილის წინ ვიფიქრო რა. უნდა იშრომო, უნდა იწვალო ამისთვის და უნდა მიაღწიო და უნდა მიიღო რეალურად ეგ შედეგი რა. უნდა ივარჯიშო, სწორად იკვებო, ფსიქოლოგიურად სწორი მომზადება გქონდეს. და მე ვიღაცა ადგება და იტყვის რომ გაუმართლაო, რა გაუმართლაო, ვის გაუმართლა? ხო, ანუ სიგიჟე არის კრედიტებს არ თმევ, იმიტომ რომ გონია რომ აი ვიღაცას გაუმართლა და ყველაზე მეტად ეგ მაგიღზიანებს, რომ აი ადამიანებს არ შეუულიათ სხვების დაკრედიტება და რაღაცნაირად გონიათ, რომ აი თითქოს საკუთარ ეგოს ურტყავს სხვისი წარმატება რა და ეგ რეალურად იმის ბრალია, რომ შენ არ გააკეთე ყველაფერი, შენ არ ცადე ის, რაც უნდა გეცადა რა და მათ შორის ჩემ თავთანაც ეგ პრობლემა, მაგრამ მე ისი არ გავაკეთე, იმიტომ რომ არავინ არ იყო იგულო, მაგრამ არც არავის არ ვადანაშაული, ჩემ ბრალი იყო. მე უნდა გამეკეთებია და მე უნდა მცოდნოდა და ჩემი ამ ვიდეოების იდეაც ის არის, რომ ანახო ხალხს, რომ ყველაფერი გამოვა, გესმის? ანუ ის არ არის, რომ აი რაღაცა ვერ გამოვა. უეჭველი გამოვა, ხო, სიგიჟე არის. რა ხდება? ნუ წართ, მე ვთხალს კრედიტებს, ნუ მაგალითად დაკუნთულ ადამიანს რო ხედავ, ნუ გიყვართ, რომ აი იმის თქმა, რომ ძალიან ბევრი კომენტარი ხდება სხვების ვიდეოებზე, ჩემზეც რამოდენიმე იყო, რომ სტეროიდზეა ეს ტიპი, ან აი ვიღაცას გახედავ სტეროიდზეა. სტეროიდი დაიძინებს შენ მაგივრად, დაიცავს ძილის რეჟიმს, სტეროიდი შეჭამს, სტეროიდი ივარჯიშებს, მოითმენს, სტრესს გააკონტროლებს, რას იგზავს, ხო? ანუ ტიპს რო ხედავ, რომ რაღაც ძალიან ბევრი აქვს, იმისთვის ძალიან ბევრიც აქვს ნაწვალები და შენ იმის მაგივრად რომ რაღაცნაირად ამაზე გაბრაზდე და რაღაცნაირად დაიბოღმო, პირიქით мотиваცია იღე, დაიტენე, დაიბუსტე, ტვინი გაუბურღე ამ ტიპს, თუ შენი მეგობარია რომ აი როგორ ქენი, საიდან ქენი, რა გააკეთე, რა შეცდომა შეიძლება შენ უშვებდი, აი ამას აქვს ყველა დიდი მნიშვნელობა, რასაც საბოლოო ჯამში ესე არავინ არ აქცევს ყურადღებას რა და იმის თქმა რომ აი ეს მამიკოდან აქვს, აი ბევრისგან შემხვედრე რომ ძალიან თეორიით ჩემი ახლო მეგობარი ადრეული ასაკიდან ძალიან წარმატებული არის და აი ოჯახიდან აი მამამისმა უყიდა რა მამამისმა უყიდა ბიჭო არ იცი და იმი გაჩუმდი რა ჩაიგდე გენა და ჯობია რომ ანუ შენ თავთან კონდეს მაგის მოთხოვნილება და იმის მაგივრად რომ აი სხვას უყურო სხვისგან мотиваცია იღე მაგალითი აიღე და არა ის რომ ეს ოჯახიდან აქვს ეს გავღმერთმა გაუმარჯოს ყველას ვისაც რა აქვს ოჯახიდან მაგრამ ძალიან ბევრი ძალიან კარგი ადამიანია ჩემს სიგული ვისაც თავისი შრომით თავისი წვალებით ყველაფერი აქვს თავის მიღწეული და შენ არ აკრედიტებ რა და ეგ ძალიან ცუდი რამე არის რომ ადამიანს არ თმევ თავის შრომის კრედიტს და არ თმევ რეალურად იმას რაც საბოლოო ჯამში შედეგი არის მისთვის ამისთვის იწვალა და ამბობ რომ აი ეს აქ შემთხვევით აქვს და ვიღაც ძალიან დაკუნთულ ტიპებზე არის რომ გენეტიკური არის და გენეტიკა ხო რა გენეტიკა ანუ გენეტიკა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგრამ ის სამუშაოს კრედიტი სად არის რა იმის მაგივრად რომ საღოლ ძმაო რამდენი გიწვალია ან როგორ აშენე ეს სახლი მიდიხარ და რაღაცებს აი რა არ შეიძლება ყველა შეუულია თუ ვინმემ გააკეთე ანუ შენს გააკეთე უბრალოდ ცოტა სხვანაირად ჭირდება რაღაცების გადალაგება და ეგეც ოკეი არის გამოცდილებით დროის ამბავში მაგ ყველაფერსაც ძალიან მარტივად მიიღებ მოკლედ მოვედით საკმაოდ გამიგზელდა სეირნობა და ცოტა იმდენი ვისეირნე რომ ბარემ თმებით შევიჩერი და ეხა შევჭამთ მეორე კვება არის და ამ კვების მერე წავალთ სავარჯიშოთ გარი მეორე კვება აქ არის 300 გრამი ბრინჯი და 180 გრამი შემწვარი ქათმისპილე, ცოტა საზამთროსთან და ბანანთან ერთად, ნუ პრე-ვორკაუტ სნექი არის და თან დესერტი არის ამ კვების მერე და წავედით შეგხვდებით დარბაზიდან. ეგ არის დავიწყეთ გახურება სტანდარტულ პოზიციაში, სტანდარტულ ადგილზე. იგივე რიტმი
გაახურეთ ის, რაც გაწუხებს, არ არის სავალდებულო. 30 და 40 წუთი და უთმო რაღაც სიგიჟე გახურებებს და არ არის სავალდებულო, რომ გახურება აქციო სავარჯიშო სეტად, სავარჯიშო რაც პროცესად მიაქციე ყურადღება, რომ გახურდე და არ ივარჯიშო, არც ბევრი ენერგია დახარჯო, არც ბევრი ძალა დახარჯო და ასე შემდეგ. Yeah, for sure. Yeah, let's go. მოკლედ გავხურდით და დავიწყოთ პირველი ვარჯიში, ბიცეპსით დავიწყოთ, რადგან ბიცეპსი ჩამომრჩება, ჩემს შემთხვევაში და ყოველთვის დაიწყე იმ კუნთით, რომელიც ჩამოგრჩება, იმიტომ რომ ბევრად ფრეში არის, ბევრად დასვენებული არის და ბევრად ხოძე არის. წინაზე გაჩვენეთ ეს ვარჯიში ცალი ხელით, საწყისი ეტაპისთვის კარგი არის, დავიწყოთ. შეგიძლიათ ისე დადგეთ, შეგიძლიათ ფეხი წინ დადგა, არ აქვს მნიშვნელობა, თავი არის სტაბილურად იდგე და ეცადე რომ ხელები არ ამოძრაო და სტაბილურად ერთ ადგილზე გქონდეს დაჭერა. შენი მიზანი არ არის წინ ბევრი მოძრაობა. მოხარე, შეკუმშე, გაშალე. მოძრაობ ზუსტად ბიცეპსის ხაზზე, ბიცეპსის პატერნზე, რა ფუნქციაც ბიცეპსს გააჩნია. ხელი მოხაროს. და არ ჭირდება რაღაც ველოსიპედის გამოგონება. ნელ-ნელა. უშვი, გაშალე. მოხარე. გაშალე. მოხარე. ეგ არის. და სავარჯიშო გასახურებელი სეტი არ აქციო სამუშაო სეტად მორჩი 6-7 გამეორება მაგალითად დადე დაისვენე და მოემზადე სამუშაო სეტისთვის. ეს არის რომ ჩატეც არ იყოს, რაც შეიძლება მძიმე წონა აიღე, რაც შეიძლება თან ისე რომ მოძრაობის ხარისხი არ დაკარგო და არ დააკარგო მის შესრულების ტექნიკა. თუ წონას ვერ ერევი, დამატებით კუნთებს რთავ ან ზედმეტ მოძრაობას აკეთებ, ანუ იმ წონისთვის მზად არ ხარ. შესაბამისად ისეთი წონა აიღე, რასაც მოერევი და სწორად შეესრულე. თან ვცდილობ რომ სხვადასხვა ენგლიდან გაჩვენო რა როგორ გები და როგორ პოზიციონირდები სწორად. ეგ არის ბიცეპს მორჩით. შეგიძლია რომ ჯერ ბიცეპს გაყვე, ბიცეპსი დაამთავრო, მე შეგიძლია ტრიცეპსი გადახვიდე, მაგრამ მე მინდა რომ ბიცეპსი და ტრიცეპსი ვამპი ერთად ვიგრძნო. შენს გირჩევ და ცადე. მეორე ვარჯიში ტრაიცეპ პუშდაუნი არ გჭირდება ველოსიპედის გამოგონება, აქაც სტანდარტულად იცადე, უბრალოდ პირველ ვიდეოში კი აგიხსენი, იცადე რომ წინ ოდნავ სივრცე შეიქმნა. რომ ამპლიტუდა გაზარდო მოძრაობის. სულ ეგ არის, რაც უფრო დიდი მოუშენი გაქვს. მით დიდი გაქვს ზრდა. შესაბამისად შენ თავს შენვენ უნდა უმოკლებ მოძრაობას. და გაყევი სტანდარტული წონა ერთში, ამ შემთხვევაში პირველი გახურდი, და მერე და გადადი სამუშაო სეტზე. ну აქაც იდეა არის რომ მაქსიმალურ წონაზე იყო ისე რომ ფორმა არ დაკარგო. თუ დამატებით რაღაცებს ვიკაჩები და სხვა რაღაცას ვაკეთებ, ანუ წონა მძიმე არის ჩემთვის და არ უნდა გავაკეთო. ეცადე რომ სრულყოფილი მოძრაობა სწორი ტექნიკით, რაც შეიძლება მძიმე წონით. თან უკნიდანაც დაინახავ როგორ არის. მოკლედ ძალიან უცებ, ძალიან კარგი ტექნიკა და რაც ძალიან ბევრი თქვენგანი შესაბამის უშვებს და 99%-ს ხედავ ამ ვარჯიშის შესრულების დროს არის რომ აი აქ ამთავრეს მოძრაობას. რეალურად აი ესეც შენი არის და ეს უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია ამ შემთხვევაში, ანუ აქ არ დაამთავრო მოძრაობა, ეს არ გააკეთო. აი აქეთ ამოიტანე, ბოლომდე დაპრესე, წარმოგიდგენე რომ ბოლომდე პრესავ ხელს, ნუ შეგეშინდება, ბიცეპს არაფერი არ მოვა, რაც შეიძლება გაწელე და მერე გადადი გაშლაზე. ცოტა მძიმე ავიღოთ. ბოლომდე მოხარე, მოკეცე, დაუშვი. მოხარე, დაუშვი. ზამე ვარჯიში თუ გინდა რომ დიდი ხელი გქონდეს, ყველანაირ შემთხვევაში გჭირდება ბრაქიალისი და ბრაქიორადიალისი, რომელიც აი ესე გადადის წინამხრის კუნთებზე. შესაბამისად არ შეიძლება ამ ორი კუნთის დატოვება, მარტო ტრიცეპსი და ბიცეპსი ხელი არ არის. ჩვეულებრივად მარტივად ჩაქუჩები, hammer curl როგორც არის, გლისურად
ეცადე რომ დატვირთვა მიიღო ბრაქიალისზე და ბრაქიორადიალისი. ნელა მაქსიმალურად მოხარე და უშვი. ბევრი არ დაისვენო. ინტენსივობა არ მოკლა. ეცადე რომ ყოველთვის დატვირთვაში იყო და თენშენში. თან ინდივიდუალური მოძრაობა არის ზოგის შემთხვევაში აი ესე მუშაობს. შენ თავს მოსწონი, ჩემ შემთხვევაში ეგრე არ მუშაობს, ვერ გგზნობ. ასე რომ აი აქ ძალიან კარგად გგზნობ ბრაქიალის და ხელის შიდა მხარეს და ბრაქიორადიალის, რომელიც წინა მხარზე გადადის. ასე რომ დიდი ხელით, ზოგადად დიდი ფორარმი თუ გინდა გამოჩნდეს, ძალიან მნიშვნელოვანი ვარჯიში არის. და იმ მსგავსად არ გააკეთო. ეს არ ითვლება. ეცადე რომ ნელა ამოიტანო და უშო. ძალიან მარტივად არ გამოვიდოდა ხელი თავზევითა მოძრაობის გარეშე, რაც უზრუნველყოფს ტრიცეპსის გრძელი თავის, აი გოგოებს განსაკუთრებით, აი შიდა ნაწილი. ეს ვარჯიში მისწრება არის, ერთადერთი ვარჯიშია, რაც ავარჯიშებს. რასაც მინდა თან ყურადღება მიაქციო არის ხელი როგორ აგაქვს. თავარი არის ვარჯიში, ზოგადად ვარჯიშის ძალიან მნიშვნელობა აქვს, სწორად აიღო, ანუ შეხვიდე ტრენაჟორში და სწორად გამოხვიდე. და თან რასაც მინდა ყურადღება მიაქციო ამ ვარჯიშის პროცესში არის რომ ეცადე ხელი აი ეს მოძრაობა არ გააკეთო, არა აგდო. იქამდე აწიე სანამ ტრიცეპსი აწევს და უშვი მაქსიმალურად გაწელე და ისევ იგივე მოძრაობა გააკეთე. ამის კეთება შენი მიზანი არა, შენი მიზანია რომ მაქსიმალურად გაწელო, აი ეს გაწელილი პოზიცია არის და შეგუმშო. ას გეუნები მნიშვნელობა აქვს, როგორ დადებ თქო, თორე რამე სიტკენ. ჩვეულებრივი bicep curl-ი არის, ოღონდ არ ვაკეთებ თავისუფალ წონაში, იმიტომ რომ ნეგატიური ფაზაც იყოს დატვირთული. ანუ როცა კაბელზე აკეთებ წონის ჩატანაც კი შენზე არის დამოკიდებული და გრავიტაციას ქვევით არ ჩაქ. ასე რომ ეცადე რომ თითქმის მსგავსი მოძრაობები რაც შეგიძლია რომ კაბელში შეასრულო, კაბელში შეასრულო. აქაც ფეურს არის ვენებ. თან ბამფი დაიჭირო და თან ინტენსივობა არ მოკლა. მესამე ვარჯიში არის ტრიცეპსის და ამით ვამთავრებთ. შემდეგ მესამე ტრიცეპს გაჩვენებთ და ბოლოს ფორარმების ვარჯიშს. ეგ არის ბოლო ვარჯიშია ტრიცეპსზე, მესამე ცოტა სადაო ისეთი ვარჯიში არის, გზნობელობაზე არის, თითქმის ბიომექანიკა ერთი არის სამივე თავის, მაგრამ მაინც ცოტა იზოლირება არის, თუ წინა შემთხვევაში ჩემი გრძელ თავზე იყო პასუხისმგებელი თავზევითა მოძრაობა, ამ შემთხვევაში პატარა თავზე არის, აი დაახლოებით აი ამ პატარა გაგრძელებაზე არის. ყოველ შემთხვევაში მე აქ გზნობ, ცადე, მოირგე, თუ არ წავიდა არ არის პრობლემა გამოცვალე. ჩემ შემთხვევაში აი ამ მოძრაობაში თან შენ დააკვირდე, აი ამ მოძრაობაში გზნობ პატარა თავზე დაწყობას. ამ შემთხვევაშიც ეცადე რომ მაქსიმალურად ბოლომდე მოხარო. თუ ეს 0 გრადუსია და ეს 90 გრადუსი, ამ შემთხვევაში გაქვს 45 გრადუსზე ხელი დაჭერილი, მაქსიმალურად კეცავ და მაქსიმალურად შლი. ეგ არის. ცოტა ისეთი ამბავია, კაბელებზე გამოვიდა მთელი ვარჯიში და მთლიანი ოკუპაცია გაუკეთე ამას. მედია დარბაზში არავინ არ გაბრაზდება. მოკლედ, თუ გინდა ფორარმი, აუცილებელი ნაწილია დიდი ხელი დიდი ფორარმის გარეშე არ გამოვა. ორი ნაწილი გაქვს, შიდა და გარეთა ნაწილი. აი ამ ჭრილზე ვსაუბრობ, თუ ამ ჭრილზე გინდა იმუშაო, ეს ტრიკი არის. ეცადე რომ ცერები შიგნით არ ქონდეს. დამოწიე და უშვი. ბრაქიორადიალისთან ერთად წინა მხრის კუნთებიც აქტიურად ვარჯიშობს. ეცადე რომ ძალიან ძიმე არ იყოს, რომ მოძრაობა სწორად გააკეთო და
სხვადასხვა კუნთები არ ჩაირთო, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრად სუსტი არის ეს კუნთი, ვიდრე სხვა ირგვლივ მყოფი კუნთები და მოგპარავს ვარჯიშს. ძალიან მარტივად სტანდარტული წონა აიღე და მიყევი. ცადე ის ვარჯიში გარეთა ნაწილისთვის, აი ამ ჭრილისთვის ძალიან კარგი არის და მე კომენტარში დამიწერე რა იქნება. რაც შეეხება შიდა მხარეს, forearm-ის შიდა ნაწილი. ყლავჭიდელმა მასწავლეს ეს ვარჯიში, თუ ბევრი ყლავჭიდელი მეყურებს. მიხვდებით რაზე ვსაუბრობ, მსგავს ტიპად ძიმია. იმაზე ძიმია ვიდრე ველოდი. მსგავს ტიპად შეგიძლიათ კარგ პოზიციაში, როცა სტაბილიზაცია გიჭირავს, პირდაპირ მოხრა გააკეთოთ, თან მაჯასაც გაიმაგრეთ. თან შიდა ნაწილსაც გავარჯი. როგორც ხედავ, მარტო მაჯა მოძრაობს და სხვა არაფერი. ეცადე რომ სტაბილიზაცია სწორად გეჭიროს და შენმა ხელმა არ ემოძრაოს. შენი იდეა არ არის ამის შენთან ახლოს მოტანა, შენი იდეა არის რომ რაც შეიძლება სწორი სტაბილიზირებული მოძრაობით ხელი მოხარო. ამ ვარჯიშის ვარიაცია შეგიძლია რომ აი მაგალითად ქვევით დაიჭირო და აი ქვევითა ტიპის მოხრა გააკეთო ორი ხელით, მაგრამ რატო არ მომწოს ეგ ვარჯიში? იმიტომ რომ როცა წონა ქვევით გეკაჩება, ავტომატურად ტრაპეცია აქტიურდება. ჩემ შემთხვევაში დომინანტი კუნთია და მაინდა-მაინც დიდი ტრაპეცია აღარ მინდა. თუ შენთან ცოტა ტრაპეციის გავარჯიშებაც გინდა, შეგიძლია ქვევიდან ამოწევა ცადო რა. თუ არა და პირდაპირ გამოკაჩე. ესეც მუშაობს. კინაღამ გამომჩა ამის ახსნა. მოდი აქვე აგიხსნი, როგორ შეგიძლია გაასწორო კუნთი პროპორციულად, ანუ თუ მაგალითად ჩემი მარჯვენა ტრიცეპსი ბევრად დიდი არის ვიდრე მარცხენა, როგორ დააწიო ზომაში რა, თქვათ რომ მარჯვენა ბევრად დიდია, მარცხენა ჩამომრჩება. ყველანაირ შემთხვევაში დაიწყე ჩამორჩენილი მხარით, ან თუ გინდა მკერდი აიღე მხარე აიღე, ფეხი აღარ აქვს მნიშვნელობა, უნილატერალ მოძრაობას აკეთებ, ჯერ ცალ მხარეს აკეთებ, თქვათ ჩემი მარცხენა ხელი ჩამორჩება, ავიღე მარცხენა და დავიწყე სწორად ვარჯიშის შესრულება და გავაკეთე იმდენი, რამდენიც მარცხენას შეუძლია გათიშვამდე. აი მაგალითად მარცხენამ გააკეთა 15. და ნუ 15 გავაკეთე და მორჩი, აღარ შემილია, მოკვდა რა და ინოკა ჩემი მარცხენა ხელი. არის სვენებ, ეგრევე მარჯვენაზე გადაცვალე და მარჯვენათი გააკეთე 15. იმის მიუხედავად რომ შეიძლება 15-ის მეტის გაკეთება შეუძლია მარჯვენას, 20 შეუძლია გააკეთოს, 30 გააკეთოს. შეეშვი არ გააკეთო, იმდენი გააკეთე, რამდენიც სუსტმა ხელმა გააკეთა, იმის მიუხედავად რომ ბევრად მეტის გაკეთება შეგელოს და ეგ არის ცოტა დრო მიეცი და ეგრე გაყავი. უნილატერალი მოძრაობა გჭირდება, იმიტომ რომ ორი ხელის შემთხვევაში დომინანტი ხარე ყველანაირ შემთხვევაში სუსტ ხარეს მოპარავს. ასე რომ მიაქცია მაგას ყურადღება, ჩემ შემთხვევაშიც რო რამე ყველა არაპროპორციული ვართ, ყველა არეული ვართ, მაგრამ ეგ მაინც ყურადღება მისაქცევია. მოკლედ დავბრუნდით დარბაზიდან, საკმაოდ კარგი ხელისღე გამოვიდა, საოცარი ფამფი ვიგზენი, კარგი ნაჭამი ვიყავი, კარგად გამოძინებული. მესამე ჭამა არის 350 გრამი მოხარშული ბრინჯი არის, 180 გრამი საქონლის ხორცი არის, შემწვარი საკმაოდ დაპატარავდა ზომაში, სადღაც 280 გრამამდე დავდე ტაფაზე, თითქმის 100 გრამი დაიკლო. და ცოტა სირეჩა соуსი გემოც ჩემი საყვარელი მილი არის, საკვები არის ვარჯიშის მერე და ცოტა წიწაკა. კარგი ანტიოქსიდანტია, წიწაკა რა. შევჭამთ, საღამოს ცოტა გავისეირნებთ, კარდიოს გავაკეთებთ და ეგ არის ბოლო ჭამასაც გაჩვენებთ რა შეგიძლია ძილის წინ ჭამო, კარგი და იმედია მოგეწონებათ ეს ვიდეო. თუ რამე შეკითხვა გაქვს პროცესში დამიწერე და წავედით. ეგ არის ბოლო კვება, აქ არის 180 გრამი ხაჭო და 150 გრამი ბერძნული იოგურტი, იმიტომ რომ მარტო ხაჭოს ცალკე ჭამა ძალიან არ მიყვარს.
რატო ხაჭო და იოგურტი? იმიტომ რომ მაინც და მაინც ძილის წინ ნახშირწყლის ჭამა, ბევრი ნახშირწყლის ჭამა არ მინდა, მიუხედავად რომ ძილამდე ცოტა კიდე არის 1-2-3 საათი. კაზეინცილა ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტია, იმიტომ რომ მარტივად მთელი ღამის განმავლობაში შენი ორგანიზმი 8 საათი უნდება კაზეინცილის დაშლას და მთელი ღამის განმავლობაში ამინოების კარგი წყარო ექნება. უცებ ჭამოთ, ბოლოს ცოტა დაგელაპარაკებით. ღამე ვარჯიში რატო არ შეიძლება, თან ცოტა ვისეირნებ და ეგ არის. მოკლედ გარეთ გამოვედით, ვცდილობ რომ მაქსიმალურად ბოლო ენერგიები დავხარჯო და რაღაცნაირად ორგანიზმი მოვამზადო ძილისთვის. ამასთან რაც მინდოდა საუბარი არის რომ ბოლო ძილის წინ რატო არ გჭირდება ძალიან ბევრი ნახშირწყლის ჭამა, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მაღალი ბევრი რაოდენობით ნახშირწყალი გამოიწვევს ინსულინის აწევას და შემდეგ ეს გამოიწვევს ზრდის ჰორმონთან შევა, ესე ვთქვათ, წინააღმდეგობაში მოვა და ღამით დაკარგავს შენ მთელი ამ ზრდის ჰორმონის მოქმედების ფანჯარას. მაგრამ ამასთან მეორე, რასაც მინდა ძალიან დიდი ყურადღება მიაქციო, არის რომ ეს ხდება მაშინ, როცა ძალიან გვიან იძინებ, ეგრევე ჭამდა იძინებ. ეხლა დაახლოებით 9:10-ის ნახევარი არის, ასე რომ მსგავს დროს თუ რაღაც 12 პირველამდე არ იძინებ, პრობლემა არ არის, თუმცა 12 პირველამდე დაძინებ, პირველამდე მაინც და მაინც ნუ გაწელავ. ეცადე რომ 11-12 საათისთვის უკვე ორგანიზმი მოამზადო დაძინებისთვის, თუ უფრო მალე იზამ კარგია, მაგრამ მე მგონი ეგეთი დალხენილ ცხოვრება ბევრს არ აქვს. და ძალიან კარგი იქნება თუ ზედაპირული ძილის ფაზას გამოიყენებ რაღაც 11-12 პირველი საათისთვის და შემდეგ ღრმა ძილის ფაზაში შევა ორგანიზმი, იმიტომ რომ ყველაფერი კარგი, ჰორმონების გამომუშავება, მთლიანი რეპაირი შენი ორგანიზმის ხდება ღრმა ძილის ფაზაში. ასე რომ ნუ გაწელავთ ხოლმე ღამის პირველი 2 საათამდე, მალევე დაიძინე რომ ძილი არ დაკარგო. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ძილია. რაც შეეხება ვარჯიშს, მეორე თემა რაც მინდოდა უცებ მეთქვა, მიაქცია ყურადღება რომ ძალიან გვიან არის ვარჯიშო. 11-10 საათი არ არის ის დრო, რომ შენ აქტიურად მძიმე წონებზე ვარჯიშობდე, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობის სტრესი გამოიყოფა ამ დროს და შენი ორგანიზმი ძალიან რთულად გადაიწყობა ხოლმე მერე ძილის რეჟიმზე, ანუ ვერ დამშვიდდება ძალიან მარტივად, ასე რომ 10-11-12 საათისთვის არ არის სავალდებულო, რომ მაქსიმალურ დატვირთვებზე იყო, მაქსიმუმ ისეირნო ამ დროს. 6-7 თუ ეგეთი კარგი გრაფიკი არის, რომ მანამდე მოახერხო ვარჯიში შუადღის იდეალური, თუ არა და 6-7-8 საათი მაქსიმუმი დრო არის და 10-11-12 საათზე არ უნდა ვარჯიშობდე, უკვე ნელ-ნელა შენი ორგანიზმი უნდა ეწყობოდეს ძილისთვის. მოკლედ, სულ ეგ იყო დღევანდელი ვლოგი. იმედია მოგეწონათ ტიპები ხელებზე, რაღაც ჭამის პროცესები და რაღაც ეს სალონური საუბრები. თუ რამე კითხვა გაქვთ, დამიწერე კომენტარში, გთხოვ რომ გააზიარო, დააკომენტარო ნებისმიერ რამ, მოიწონო, დაასაბსკრაიბო და სარის ღილაკის შართო. არ მეგონა აუდესმე თუ ამას ვიტყოდი ესე რომ სარის ღილაკის ჩართეთ, იმიტომ ვერ წარმოვიდგენე რომ YouTube-ზე კონტენტის კეთებას დავიწყებ. თუმცა რატომაც არა. დიდი სიამოვნებით გიზიარებთ ამ ინფორმაციებს და თან რაღაცნაირად მეც რო ვუყურებ ჩემ ვიდეოებს, რაღაცნაირად თქვენი გავლით საკუთარ თავთან კომუნიკაცია გამომდის. და რატომაც არა. მოკლედ, მადლობა ყურებისთვის და შეგხვდები მომავალ ვიდეოში.